თბილისში ბუდა ბარის შენდება რესტორანი რიყეზე 1400 კვადრატულ მეტრზე გვირაბის შესასვლელთან განთავსდება. მეტის ცნობით პროექტი ფრანგ არქიტექტორს ეკუთვნის და ის პარიზში შეიქმნა. ცნობილია ისიც, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდის ინტერიერის მთავარი დეტალი ბუდას გრანდიოზული ქანდაკება იქნება, რომელიც რესტორანში დაითქმება. რატომ არის რიყე დახურული ზონა და რა კავშირი აქვს ტოლერანტობის დღეს ბუდა ბართან? ნახეთ ნინი საყვარელიძის სიუჟეტში. რიყის ტერიტორია უკვე დიდი ხანია დახურული ზონაა. სამშენებლო სამუშაოები აქ რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ცნობილია, რომ ძველი თბილისის ამ ადგილას საერთაშორისო ბრენდის ბუდა ბარის რესტორანი შენდება და ის რიყის გვირაბის შესასვლელთან განთავსდება. ბუდა ბარი იქნება ერთადერთი ობიექტი, რომლის მშენებლობაც განახლებულ რიყეზე იგეგმება. დანარჩენ ტერიტორიაზე კი პარკი მოეწყობა. ფოტოხელოვანმა ბავშვობა სწორედ აქ გაატარა. ამბობს, რომ ძველი იერსახე ტერიტორიამ დიდი ხნის წინ დაკარგა. თუმცა ახლა საზოგადოებას აინტერესებს, როგორი იქნება ახალი ნაგებობა ძველ თბილისში. ქალაქის ხელმძღვანელობა კი ვალდებულია თბილისელების ინტერესი დააკმაყოფილოს. როგორც წესი, როცა შენდება რამე კეთდება ნახაზი ან კეთდება მისი ტილო, როცა ადამიანი უყურებს და ხედავს, იმიტომ რომ ჩვენ მაინც ქალაქია. მეგონი ჩვენ ყველას გვეხება ეს ამბავი, რა ხდება აქ, რა არ ხდება და. ბუდა რაში მჭირდება მე. არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი თბილისში ახალი მშენებლობების წინააღმდეგი არ არის, თუმცა სახელი ბუდა მასში უარყოფით ემოციებს იწვევს. ამბობს, რომ ნებისმიერი ობიექტის დასახელება მის შინაარსობრივ დატვირთვას გულისხმობს. სახელს აქვს ყველაფრის დატვირთვა. სახელი განაპირობებს ადამიანის თვისებებსაც კი. ერთმა მას რომ ვაშენოთ და ვაშენოთ. ვაშენოთ გააზრებულად, ვაშენოთ წინასწარ დაგეგმილი გენერალური გეგმის შესაბამისად. არ შეიძლება ორკესტრმა შეასრულოს გენერალური დირიჟორის ხელმძღვანელობით ნაწარმოები, თუ არც დირიჟორს და არც ორკესტრს პარტიტურა არ უდევს. დღეს სხვადასხვა არის ტოლერანტობის დღე. ტოლერანტობის დღეზე საუბრი დაიწყო ქალაქის მერმა პასუხისგაცემა ბუდა ბარის მშენებლობის ირგვლივ დასმულ კითხვებზე. გიგი უგულავა ამბობს, რომ რესტორანს პირდაპირ კავშირი ინდურ ღვთაება ბუდასთან არ ექნება. მას რელიგიასთან კავშირი საერთოდ არა. მხოლოდ და მხოლოდ ხაზს უსვამს იმ მრავალფეროვნებას, რომელიც თბილისელებისთვის ჩემს აზრით არის მისაღები. და დღეს ტოლერანტობის დღე არის და მე დარწმუნებული ვარ, გამომდინარე ძირძველი ქართული და თბილისური ტრადიციებიდან, ესეთი ფობიები, რომ ჩვენ მაინდა-მაინც რაღაც რელიგიას დაუკავშიროთ, ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ინოვაცია არ მიმაჩნია სწორედ. ბუდა ბარის მშენებლობას საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი უძღვება. რესტორანი რიყეზე 1400 კვადრატულ მეტრზე აშენდება. ნაციონალური არხების ინფორმაციით პროექტი ფრანგ არქიტექტორებს ეკუთვნის და ის პარიზში შეიქმნა. ცნობილია ისიც, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდის ინტერიერის მთავარი დეტალი ბუდას გრანდიოზული ქანდაკება იქნება, რომელიც რესტორანში დაითქმება. რამდენიმე დღის წინ ბუდას ქანდაკება საქართველოს პატრიარქმაც ახსენა, მაშინ როცა ის 100,000 წმინდა მოწამის პარაკლისი ხდიდა. შეიძლება ეს არ არის როლი, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ თვითონ ბუდას ქანდაკება უნდა დაადგინოს სანაპიროზე. ეს ყოვლა დაუშვებელია. ეს ყოვლა დაუშვებელია იმიტომ რომ ეს არის წმინდა ადგილი, წმინდა მიწა. პარიზი, ლონდონი, დუბაი, პრაღა, კიევი, ვაშინგტონი და ახლა უკვე თბილისი. საქართველოში ყველაზე დიდი რესტორანი მსურველებს მომავალი წლიდან რიყეზე უმასპინძლებს.